მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ბაქანიძე, ბერლინში მცხოვრები ფსიქიატრი და ვაგრძელებ ჩემი YouTube ვიდეოების სერიას ფსიქიატრიაზე. ამ ვიდეოში ვაგრძელებ შიზოფრენიაზე ლაპარაკს და შემდეგი თემა არის მისი კლინიკური სიმპტომები. შიზოფრენიის დროს ტვინის თითქმის ყველა უმაღლესი ფუნქცია შეიძლება იყოს დარღვეული. თითოეული ეს ფუნქცია, როგორებიც არის აღქმა, აზროვნება, მესგანცდა, აფექტი, ფსიქომოტორიკა, შეიძლება სხვადასხვანაირად და სხვადასხვა ხარისხით იყოს დარღვეული, ამიტომ ვიღებთ საკმაოდ მრავალფეროვან და ჰეტეროგენულ კლინიკურ სურათს, რომლის კლასიფიკაცია არც ისე ადვილი საქმეა. ფსიქიატრიის ისტორიაში ბევრი მცდელობა იყო ეს დარღვევები ამა თუ იმ პრინციპის მიხედვით დაეჯგუფებინათ. ასე არსებობს ბლოილერის 4 ძირითადი სიმპტომი, კურტ შნაიდერის პირველ და მეორე რანგის სიმპტომები და ტიმ კროუს მიერ შემოთავაზებული შიზოფრენიის პოზიტიური და ნეგატიური ქვეტიპები. ამ კლასიფიკაციებიდან ერთ-ერთზე არც ერთი არ დამკვიდრდა თანამედროვე კლასიფიკაციის სისტემებში, მაგრამ გარკვეული ელემენტები სამივე სისტემიდან არის გადმოღებული. პირობითად შიზოფრენიის სიმპტომებს ვაჯგუფებთ ეგრეთ წოდებულ პოზიტიურ სიმპტომებად, ნეგატიურ სიმპტომებად და ზოგჯერ გამოიყოფა ხოლმე დეზორგანიზების სიმპტომები, რომლის ქვეშაც მოიაზრება ფორმალური აზროვნების დარღვევა და დეზორგანიზებული ქცევა. პოზიტიურ ან პლუს სიმპტომებს ვეძახით ისეთ სიმპტომებს, რომლებიც ადამიანის ნორმალური ფუნქციონირების დროს არ ახასიათებს. ასეთებია ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და ეგრეთ წოდებული მესგანცდის დარღვევები. ნეგატიური ანუ მინუს სიმპტომატიკით აღნიშნავთ ისეთ ფენომენებს, რომლებიც გარკვეული ფუნქციების დაკარგვა, დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ემოციური გასადავება, სოციალური იზოლაცია, მიმიკის და ენობრივი გაღარიბება, ანჰედონია, აპათია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ნეგატიური სიმპტომები ამ ერთიანობას ნეგატიურ სინდრომსაც ვეძახით. პოზიტიური სიმპტომატიკა ჭარბობს ხოლმე მწვავე შიზოფრენიის დროს და ის მედიკამენტოზურად უფრო ადვილი სამკურნალოა, ანუ ის ადვილად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხოლო ნეგატიური სიმპტომები უფრო ქრონიკული შიზოფრენიისთვის არის დამახასიათებელი და იგი მედიკაციას რთულად ექვემდებარება. ნეგატიურ სინდრომს თავისი ქრონიკულობის გამო საბჭოთა ფსიქიატრიული ტერმინოლოგიით შიზოფრენიულ დეფექტს უწოდებდნენ. ეს ტერმინი მისი მაღალი სტიგმატურობის გამო დღესდღეობით არ გამოიყენება. როგორც უკვე ვახსენე, შიზოფრენიის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია, იმის გამო, რომ ერთდროულად მრავალი ფსიქიკური ფუნქცია არის დარღვეული და ეს დარღვევები სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. ამ სიმპტომების მიმოხილვა საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ ამ ვიდეოში მხოლოდ ძირითად სიმპტომებს მიმოვიხილავ სქემატურად. დავიწყოთ ჰალუცინაციებით. შიზოფრენიისთვის ტიპიურია სმენითი ჰალუცინაციები. ისინი გამოხატულია ხოლმე ხმების სახით, ეს შეიძლება იყოს უცხო ან ნაცნობი ადამიანის ხმები, ასევე ღმერთის ან ეშმაკის ხმები. ადამიანს შეიძლება ერთი ან ბევრი სხვადასხვა ხმა ესმოდეს, შინაარსის მიხედვით ისინი შეიძლება იყოს ბოროტი, შეურაცხმყოფელი, დამცინავი ან პირიქით კეთილი და გამამხნევებელი ან სულაც ნეიტრალური. ეს ხმები შეიძლება კომენტარებს აკეთებდეს ადამიანის ქცევაზე, ან იყოს mbრძანებლური. ისინი შეიძლება ადამიანს სუიციდისკენ მოუწოდებდნენ, ან რამე დანაშაულისკენ, ანაც კეთილი საქმეების კეთებისკენ. ისინი შეიძლება ადამიანს გამუდმებით ესმოდეს და შეიძლება შიგადაშიგ გამოჩნდნენ ხოლმე. მათი მოქმედება ადამიანზე შეიძლება იყოს ძლიერი და ადამიანს უჭირდეს მათთვის არ დამორჩილება, სხვა შემთხვევებში ადამიანს შეიძლება შეეძლოს მათ არ დაუჯეროს და ასე ვთქვათ დააიგნოროს.
ამიტომ პაციენტს ხმები ყოველთვის დეტალურად უნდა გამოვკითხოთ, რომ გავიგოთ რა გავლენას ახდენენ ისინი მასზე. ეს დაგვეხმარება შევაფასოთ თუ რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს პაციენტისგან სხვა ადამიანებისთვის ან საკუთარი თავისთვის. ხმების გავლენით სუიციდის ჩადენა ხშირი მოვლენაა ფსიქიატრიაში და სასამართლო ფსიქიატრიაში დანაშაულის ჩადენაც არც თუ ისე იშვიათი რამე არის ამ ხმების გავლენის ქვეშ. სმენითის გარდა ხშირია ოლფაქტორული, ანუ ყნოსვითი ჰალუცინაციები, ის ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის დაკავშირებულია დევნის ბოდვასთან, მაგალითად ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ მას მეზობლები გაზით წამლავენ და ამ გაზის სუნს გრძნობდეს. კიდე არსებობს ტაქტილური ჰალუცინაციები, როდესაც პაციენტები გრძნობენ სხეულზე, გარეშეზე მოქმედებას, შეიძლება ტკივილი იყოს ან სხვა რამე შეგრძნებები. ხედველობითი ჰალუცინაციები შედარებით იშვიათია შიზოფრენიის დროს, თუმცა გამორიცხული ესეც არ არის. ეხლა რაც შეეხება ბოდვას. ბოდვითი იდეებიც მრავალნაირი შეიძლება იყოს, მაგალითად დევნის ბოდვა, როდესაც ადამიანს გონია, რომ მას უთვალთვალებენ ქუჩაში, აკვირდებიან მის მოძრაობებს, ემუქრებიან, მის ტელეფონს უსმენენ, მის კომპიუტერში აღწევენ, ან რაიმე გადამცემი აქვს სხეულში ჩანერგილი, დევნელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანის სპეცსამსახურები ან რამე მსოფლიო ორგანიზაცია. ბოდვის სხვა ტიპი არის მაგალითად ჰიპოქონდრიული ბოდვა, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის ავადა და ვერანაირი გამოკვლევა და ამ დაავადების გამორიცხვა მას ვერ არწმუნებს, რომ ის ჯანმრთელია. ბოდვა შეიძლება იყოს სრულიად ფანტასტიკური, მაგალითად იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია ამინდის კონტროლი, ან რომ ის უცხო პლანეტელებთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობს და ასე შემდეგ. ასევე არსებობს განდიდების და რელიგიური ბოდვები, როდესაც ადამიანს გონია, რომ ის ან ცნობილი ადამიანია, ან ღმერთია, ან ღმერთთან აქვს კავშირი და ასე შემდეგ. ბოდვის თემები ფაქტიურად ამოუწურავია. ყველა ბოდვას აერთიანებს ის, რომ ადამიანები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან მის სიმართლეში და ეს რწმენა არაკორიგირებადია, ანუ მათი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული მესგანცდის დარღვევა. ეს ფსიქოპათოლოგიური სიმპტომი გერმანული ფსიქიატრიული ტრადიციიდან მოდის, ანგლო-ამერიკულ ფსიქიატრიაში იგი ცალკე არ არის გამოყოფილი და ბოდვებშია გაერთიანებული. აქ ლაპარაკია ისეთ ფენომენებზე, როდესაც ადამიანსა და გარემოს შორის საზღვარია დარღვეული. მაგალითად, ადამიანს გონია, უпростоრეთ ასე განიცდის, რომ აზრები მის თავში მას არ ეკუთვნის, არამედ ვიღაცის მიერ არის ჩანერგილი, ან მის აზრებს სხვები კითხულობენ, ან მის აზრებს ართმევენ, ანდაც ძალით აფიქრებინებენ რაღაცეებს. ასევე შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც ძალები მის მოქმედებებს აკონტროლებენ და გარედან მართავენ. ასევე მესგანცდის დარღვევებს მიეკუთვნება არაფსიქოტური სიმპტომებიც, როგორებიცაა დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია. ესენი სხვა ბევრ არაფსიქოტურ აშლილობას ახასიათებს. შემდეგი ძალიან ტიპიური სიმპტომი, რომელიც შიზოფრენიის დროს ხშირად არის გამოხატული, არის ფორმალური აზროვნების დარღვევა. ეს არის ლაპარაკის დროს აზრის გადმოცემის, წინადადების წყობის და ლოგიკური კავშირების დარღვევა. ეს დარღვევაც სხვადასხვა ტიპის და ხარისხის შეიძლება იყოს, დაწყებული შედარებით მსუბუქი პრობლემიდან, მაგალითად, როდესაც ადამიანი თხრობის დროს წითელ ხაზს ვერ მიყვება, ერთი თემიდან მეორეზე ხდება და დამთავრებული იმით, როდესაც ადამიანი ლოგიკური წინადადებების წარმოთქმის უნარს კარგავს. განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებში პაციენტები ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვებს ლაპარაკობენ ხოლმე და ამას ფსიქიატრიაში სიტყვიერი სალათი ჰქვია.
ფორმალური აზროვნების დარღვევის სხვადასხვა ტიპი და სიმძიმე არსებობს, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. შემდეგი არის აფექტის სფეროს დარღვევა. ტერმინი აფექტი თავის თავში აერთიანებს გუნება განწყობას, ხალის, უხალისობას და ინტერესების არსებობა, არ არსებობას. შიზოფრენიის დროს აფექტი ხშირად გასადავებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ემოციური რეაქცია პოზიტიურ თუ ნეგატიურ მოვლენებზე დაქვეითებულია. ჩნდება აპათია, ანჰედონია, ეს ნიშნავს სიამოვნების განცდის უნარობას. ასეთი ტიპის აფექტის დარღვევა ნეგატიური სინდრომის ნაწილია, როგორც წესი. არსებობს სხვა ტიპის აფექტის დარღვევაც, როგორც არის ეგრეთ წოდებული პარათიმია, ანუ არაადეკვატური აფექტი, ამ დროს ადამიანის აფექტი არ შეესაბამება მის რეალურ შინაგან მდგომარეობას. მაგალითად, ადამიანი შეიძლება გიყვებოდეთ მასში მიმდინარე მტანჯველ ემოციებზე და განცდებზე და ამ დროს იღიმებოდეს და იცინოდეს კიდევაც. პარათიმია ხშირად მწვავე სიმპტომების დროს ვლინდება ხოლმე, როდესაც ადამიანი ჰალუცინაციების და ბოდვითი იდეების გავლენის ქვეშ იმყოფება. შემდეგი მნიშვნელოვანი სიმპტომია ფსიქომოტორიკის დარღვევა. ფსიქომოტორიკის დარღვევები შიზოფრენიის დროს გამოიხატება ეგრეთ წოდებული კატატონიური სიმპტომებით. კატატონია აერთიანებს საკმაოდ მრავალფეროვან სიმპტომების კომპლექსს, რომლებიც ადამიანის ქმედებასთან არის დაკავშირებული. უხეშად ეს სიმპტომები იყოფა ჰიპოკინეზიებად, ანუ სიმპტომებად, რომლებიც ქმედების და გარეგამღიზიანებელზე რეაქციების გაღარიბება დაქვეითებით ვლინდება და ჰიპერკინეზიებად, რომლებიც წარმოადგენენ პირიქით გააქტივებულ ან უჩვეულო ქმედებებს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება მაგალითად სტუპორი, ნეგატივიზმი, პოზის სტერეოტიპიები და კატალეფსია. მეორე ჯგუფში შეიძლება ჩამოვთვალოთ ფსიქომოტორული აგზნება, ეკოპრაქსია, ქმედების სტერეოტიპიები და მანირიზმები. ამ თითოეული სიმპტომის განმარტებას არ დავიწყებ, რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს ვიდეო. ზოგადად კატატონიური სიმპტომები დღესდღეობით უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ვთქვათ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, რაც მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებით აიხსნება. და ბოლოს კოგნიტური ფუნქციების დარღვევები. კოგნიტური ფუნქციების დარღვევა ნეგატიური სინდრომის ნაწილია და თავს იჩენს ქრონიკული მიმდინარეობების დროს. განსაკუთრებით მზიანდება ყურადღება და აღმასრულებელი ფუნქციები, ასევე მეხსიერება. ინტელექტის გარკვეულწილად არის დაზიანებული, ოღონდ არა ვერბალური, არამედ ქმედითი ინტელექტი ზიანდება ხოლმე. ეს არის მოკლე მიმოხილვები დარღვევებისა, რომლებიც შიზოფრენიის დროს შეიძლება გვხდებოდეს. ეს დარღვევები შემთხვევიდან შემთხვევამდე სხვადასხვა კონსტელაციით და სიმძიმით არის ხოლმე გამოხატული. ზოგადად შიზოფრენიით დაავადებული პაციენტებისთვის დამახასიათებელია საკუთარი დაავადების მიმართ კრიტიკის შესუსტებით ან უკონლობა. ეს ნაწილობრივ აშლილობის არსით არის განპირობებული. ბოდვის დროს მაგალითად ადამიანს რეალობის აღქმა აქვს შეცვლილი და ამიტომ რთულია, რა თქმა უნდა, მისგან გადარწმუნება, რასაც ის აღიქვამს. და ნაწილობრივ სტიგმის გამო ადამიანს ხშირად უჭირს იმის დაჯერება, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და ცდილობს ამ ფაქტს თვალი აარიდოს. თუმცა კრიტიკის უკონლობა აუცილებელი პირობა არ არის და ბევრი პაციენტი კარგად აცნობიერებს თავის აშლილობას და მოტივირებულიცაა მკურნალობისთვის. კარგი, ახლა დაავადების მიმდინარეობაზე ორი სიტყვით. შიზოფრენიის მიმდინარეობაც ისევე, როგორც მისი სიმპტომატიკა, მრავალნაირი შეიძლება იყოს. უხეშად რომ თქვათ, შეიძლება მიმდინარეობის სამი ტიპი გამოვყოთ. პირველ შემთხვევაში დაავადება ეპიზოდებად მიმდინარეობს. ეს ეპიზოდები შეიძლება ერთი ან მრავალი იყოს.
ამ ეპიზოდებს შორის ადამიანს ან საერთოდ არ აღენიშნება ნარჩენი სიმპტომები, ან ისინი მინიმალურად არის გამოხატული. ასეთი ფორმა დაახლოებით 35-40% შემთხვევებში გვხდება. შემდეგი ფორმა არის, როდესაც დაავადება აგრეთვე ეპიზოდურად მიმდინარეობს, მაგრამ ეპიზოდის დამთავრების შემდეგ რჩება ეგრეთ წოდებული რეზიდუალური მდგომარეობა, რაც წარმოადგენს ნარჩენ მოვლენებს ზემოთხსენებული ნეგატიური სინდრომის სახით. ეს რეზიდუუმი ყოველი ახალი ეპიზოდის შემდეგ ძლიერდება და დაავადება სულ უფრო ქრონიკულ ფორმას იღებს. ასეთი ფორმა გვხდება დაახლოებით 20-25% შემთხვევებში. და მესამე ფორმა არის უწყვეტად მიმდინარე, ანუ ქრონიკულად პროგრესირებადი ფორმა, როდესაც დაავადება არა ტალღება და არამედ უწყვეტად მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში ნეგატიური სინდრომი იმატებს. ასეთი ფორმების დროს მთლიანობაში უფრო ნეგატიური სიმპტომატიკა ჭარბობს, თუმცა ხშირად არის ქრონიფიცირებული ბოდვა და ჰალუცინაციები, რომლებიც დაბალი სიმწვავით და შედარებით უცვლელად არის კლინიკურ სურათში წარმოდგენილი. ასეთი ფორმები გვხდება დაახლოებით 15-25% შემთხვევებში. მიმდინარეობის ეს სამივე ტიპი კიდე ქვეტიპებადი იყოფა, უბრალოდ მათი განხილვა ძალიან გაგვეგრძელებს ამ ვიდეოს. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის შიზოფრენია იწყება ხოლმე ეგრეთ წოდებული პროდრომული ფაზით. ეს ფაზა რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და ის წინ უსწრებს პირველ მწვავე ფსიქოტურ ეპიზოდს. პროდრომულ ფაზაში ახალგაზრდებს აღენიშნებათ ხოლმე აწეული გაღიზიანებადობა, უენერგიობა და მოტივაციის ნაკლებობა, აღარ უვლიან ხოლმე თავს, რაც მათ ჰიგიენურ მდგომარეობას ეთყობა ხოლმე, აღარ იცვლიან ტანსაცმელს, სკოლაში ან უნივერსიტეტში აკადემიური მოსწრება იკლებს და უფრო კარგ ჩაკეტილები ხდებიან, აღარ ურთიერთობენ მეგობრებთან, ემოციურად დისტანციურები ხდებიან. ასეთი მოვლენები გარკვეულწილად ნორმალურ შემთხვევაში მოზარდობიდან დასრულებაში გადასვლის პროცესში შეიძლება არსებობდეს, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ახალგაზრდა უხასიათოდა და წინდები დროზე არ გამოიცვალა, რა თქმა უნდა, განგაში არ უნდა ავტეხოთ, მაგრამ თუ ეს სიმპტომები თვალში საცემად არის გამოხატული და დიდხანს გრძელდება, მაშინ რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ამბავს. კარგი, ახლა მოკლედ მკურნალობაზე. 50-იან წლებში პირველი ანტიფსიქოტური მედიკამენტის ქლორპრომაზინის გამოჩენამ ძირეულად შეცვალა შიზოფრენიის მკურნალობა, უпростоრედ ამ დროიდან გახდა შიზოფრენიის მკურნალობა რეალურად შესაძლებელი, იმიტომ რომ მანამდე რაიმე მეტნაკლებად ეფექტური სამკურნალო საშუალება არ არსებობდა. ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, ანუ ფსიქოფარმაკოთერაპიას დღესაც ცენტრალური ადგილი უკავია შიზოფრენიის მკურნალობაში და მისი ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს. შიზოფრენიის მედიკამენტოზური მკურნალობა ძალიან ვრცელი სალაპარაკო თემაა, რომელსაც ერთ ვიდეოში ნამდვილად ვერ დავფარავ და ამიტომ მხოლოდ ძირითად ასპექტებზე შევჩერდები, რომ დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნათ ამ დარგზე. ანტიფსიქოტურ მედიკამენტებს პირობითად ვყოფთ პირველ, მეორე და მესამე თაობის პრეპარატებად. პირველ თაობას მიეკუთვნებიან ისეთი პრეპარატები, როგორებიც უკვე ნახსენები პირველი ანტიფსიქოტიკი ქლორპრომაზინი, რომელიც გერმანიაში აღარ არის დაშვებული, საქართველოში ის მე მგონი კიდე არსებობს ამინაზინის სახელით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული. შემდეგ არის ჰალოპერიდოლი, ბენპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ზულოპენტიქსოლი და ასე შემდეგ. ეს პრეპარატები კიდე იყოფა მაღალ და დაბალ პოტენტურ პრეპარატებად, იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტურად ბლოკავენ ისინი დოპამინის რეცეპტორებს. ამაზე აქ არ შევჩერდები. შემდეგ მოდიან მეორე თაობის, ასევე ატიპიურად წოდებული ანტიფსიქოტიკები. ეს ატიპიურობის განსაზღვრება
შემოვიდა კლოზაპინის უკაცრავად გამოჩენით, რომელიც მართლაც ატიპიური იყო თავისი მოქმედების მექანიზმით და გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით. შემდგომში გაჩენილი მეორე თაობის ანტიფსიქოტიკები ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და მიუხედავად ამისა მას მაინც ატიპიურებად მოიხსენიებენ. მოკლედ ამ ატიპიურობას საფუძველი არ აქვს და ნუ დაიტვირთოთ მისი დამახსოვრებით თავს. მეორე თაობის პრეპარატებს განეკუთვნებიან რისპერიდონი და მისი მეტაბოლიტი პალიპერიდონი, კლოზაპინი, ამისულფრიდი, ოლანზაპინი, კვეტიაპინი, ზიფრაზიდონი და ასე შემდეგ. და არსებობს კიდე ეგრეთ წოდებული მესამე თაობის ანტიფსიქოტიკები, როგორებიცაა არიპიპრაზოლი, კარიპრაზინი და ბრექსპიპრაზოლი. ამ მედიკამენტებს ის გამოარჩევს მეორე თაობისგან, რომ ისინი არა მხოლოდ ბლოკავენ დოპამინის რეცეპტორებს, როგორც წინა თაობის პრეპარატები, არამედ აქვთ ნაწილობრივი აგონისტური მოქმედება მათზე, ანუ პირიქით ასტიმულირებენ დოპამინის რეცეპტორებს. დღესდღეობით უმეტესწილად მეორე და მესამე თაობის პრეპარატები გამოიყენება მკურნალობაში. ჰალოპერიდოლი და რამდენიმე სხვა პირველი თაობის პრეპარატი რჩება აქტიურ მოხმარებაში, მაგრამ ისინი მხოლოდ სტაციონარის ფარგლებში, მწვავე ფსიქოზების დროს და ისიც ზოგ შემთხვევაში გამოიყენება. სტანდარტად გერმანიაში მიჩნეულია რისპერიდონი, კლოზაპინი, ამისულფრიდი, ოლანზაპინი, კვეტიაპინი, არიპიპრაზოლი, კარიპრაზინი. ეს მედიკამენტები არის როგორც მწვავე სტადიების, ასევე შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის სტანდარტად მიჩნეული მკურნალობა. ზოგიერთი ამ მედიკამენტისთვის არსებობს აგრეთვე დეპო პრეპარატი, ანუ გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები, რომლებიც კუნთში ინექციით შეიყვანება ორგანიზმში და ისინი 2 კვირიდან 3 თვემდე მოქმედებენ, რაც აადვილებს სიმპტომების მართვას. მთავარი მიზეზი, რატომაც პირველი თაობის ანტიფსიქოტები რატომაც პირველი თაობის ანტიფსიქოტიკები ხანგრძლივი მკურნალობისთვის არ გამოიყენება, არის ის, რომ მათ ზოგადად მეტი გვერდითი ეფექტები აქვთ და რაც მთავარია, მათ ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიონ ეგრეთ წოდებული მოგვიანებითი დისკინეზიები. ეს არის მოტორული დარღვევები, რომლებიც თავის ან პირის აპარატის უნებლიე მოძრაობებში ვლინდება და მათი მკურნალობა ძალიან ძნელია და როგორც წესი შეუქცევადად რჩება ხოლმე. გარდა ამისა, რამდენიმე დიდი მეტაანალიზი გაკეთდა 2000-იანი წლების დასაწყისში, რომლებმაც აჩვენეს, რომ რისპერიდონი, კლოზაპინი, ამისულფრიდი და ოლანზაპინი შიზოფრენიის მკურნალობაში უფრო ეფექტურები არიან ვიდრე ჰალოპერიდოლი. ამიტომ ის არგუმენტი, რომ ჰალოპერიდოლი კი ძველი წამალია, მაგრამ ყველაზე ეფექტურია, არ არის მთლად მართებული. ახლა რაც შეიძლება არამედიკამენტოზურ მკურნალობებს, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. გერმანული გაიდლაინები ხაზს უსვამენ ფსიქოთერაპიის მნიშვნელობას დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. ფსიქოთერაპია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მწვავე მდგომარეობებში, როდესაც პაციენტი ბოდვითი იდეებით არის შეპყრობილი და ვერ ხვდება, რომ მას დახმარება სჭირდება, მაგრამ იმ მომენტიდან, როდესაც მას საკუთარი მდგომარეობის მიმართ კრიტიკა გაუჩნდება, აუცილებელია ფსიქოთერაპიის დაწყება. გარდა ამისა, აუცილებელია ადრეულ ეტაპზე ფსიქოედუკაცია, რაც პაციენტის მისი აშლილობის შესახებ ინფორმირებას ნიშნავს.
პაციენტს უნდა ესმოდეს, რასთან აქვს მას საქმე, რა არის შიზოფრენია, რას უნდა ელოდოს ის მისგან, რა მკურნალობის შესაძლებლობები არსებობს, რა რისკებთან ექნება საქმე მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მკურნალობაში ჩართვა. ეს მათ გაუადვილებს იმის გაგებას თუ რასთან აქვს მათ საქმე. ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს უჭირთ და არ უნდათ იმის დაჯერება, რომ მათი ახლობელი ავადაა და დახმარება სჭირდება და ამიტომ ისინი თავიანთ დაავადებულ ახლობელს არც შესაბამის დახმარებას უწევენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია სოციალური უნარების ტრენინგი. ეს ყველა ზემო ჩამოთვლილი არა მედიკამენტოზური მხარდაჭერა ხორციელდება როგორც წესი სტაციონარის გარეთ, იმის მერე რაც მწვავე ფსიქოზი ჩამქრალია და პაციენტი მის ჩვეულ გარემოს უბრუნდება. სწორედ ეს სერვისები არის საქართველოში ძალიან დეფიციტური და პრაქტიკულად არ ხორციელდება. არადა სტაციონარს გარეთ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია შიზოფრენიით დაავადებულთა სერვისში და ის მნიშვნელოვნად ამცირებს სტაციონარული მკურნალობის საჭიროებას. ეხლა ორი სიტყვით პროგნოზზე და შიზოფრენიის გამოსავალზე. აქ ლიტერატურა ეყრდნობა ერთ დიდ პროსპექტულ კვლევას, სადაც 500 ადამიანი გამოიკვლია შიზოფრენიის დაწყებიდან 22 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ პრობანდების 22% შეფასდა როგორც სრულად რემიტირებული, 43% აღენიშნებოდა არატიპიური რეზიდუუმი. აქ ლაპარაკია ნეგატიურ სინდრომზე, რომელიც პაციენტებისთვის არის შესამჩნევი, მაგრამ გარედამკვირვებელი ამას ვერ ატყობს და ის მთლიანობაში აღარ აკმაყოფილებს შიზოფრენიის კრიტერიუმებს და 35% აღენიშნებოდა ტიპიური შიზოფრენიული რეზიდუუმი, რომლის დროსაც ნეგატიური სინდრომის გარდა ნარჩენი პოზიტიური სიმპტომებიც გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკვლეული პირების 65% ან სრულიად გამოჯამრთელდა, ან აღენიშნებოდა ნარჩენი მოვლენები კოგნიტური დეფიციტის სახით. მათ გარკვეულწილად შეეზღუდათ შრომის უნარიანობა, მაგრამ უმეტესობას შეუნარჩუნდა შრომის უნარიანობის დიდი ნაწილი და სოციალური აქტივობა. და 35% დარჩათ შედარებით მძიმე რეზიდუალური მდგომარეობა, რაც უფრო მნიშვნელოვან შეზღუდებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი შევაჯამოთ, ერთი მხრივ შიზოფრენია იყო და რჩება ერთ-ერთი მძიმე ფსიქიურ აშლილობად, მაგრამ მეორე მხრივ ის არ არის განუკურნებელი დაავადება, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული. დროული და რეგულარული მედიკამენტოზური მკურნალობა, ისევე როგორც ფსიქოთერაპია, ფსიქოედუკაცია, კოგნიტური ფუნქციების და სოციალური უნარების ტრენინგი და სხვა სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე მიმართული ძალისხმევა მნიშვნელოვნად ზრდის პოზიტიურ გამოსავლის შანსს. შიზოფრენიის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის შეზღუდვაში მხოლოდ დაავადების სიმპტომებს არ მიუძღვით როლი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით სტიგმაც. როგორც უკვე ვახსენე, შიზოფრენია არის ალბათ ყველაზე უფრო სტიგმატიზებული აშლილობა, რომლის მარტო ხსენებაც კი დახსა ასვამს ხოლმე ადამიანს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სტიგმა მთლიანად საზოგადოების მიერ შექმნილი ფენომენია და საზოგადოებასვე შეუძლია მისი დანგრევა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიმართოს ყველანაირი ძალისხმევა, რომ ეს სტიგმა შეასუსტოს. იქნება ეს განათლებით თუ ცნობიერების ამაღლებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა თავის თავში დაამარცხოს ეს სტიგმა.
როგორც ამ ვიდეოდან დავინახეთ, შიზოფრენიაც არის ისეთივე ბიოლოგიურად დეტერმინირებული აშლილობა, როგორც სხვა ნებისმიერი ჩვენთვის უფრო გასაგები დაავადება. შესაბამისად, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთან ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთივე, როგორც მაგალითად რევმატიზმიანთან. რევმატიზმიან ადამიანს ჩვენ არ დავცინით მისი სახსრების ტკივილის გამო, არ გამოვყოფთ მას, არ ვუსვამთ ხაზს მის დაავადებას და არ გავრიყავთ მას საზოგადოებიდან. მას ჩვენ ხაზგასმით არ შევიცოდებთ და ამავდროულად გავუწევთ მის მდგომარეობას ანგარიშს და შევთავაზებთ იმ დახმარებას თუ ხელშეწყობას, რასაც თვითონ მოითხოვს. ესეთი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება შიზოფრენიის მქონე ადამიანებთანაც. ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს, გისურვებთ ჯანმრთელობას და გმადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.